Вот, блядь, русский мир. რიხის ბალისტიკური რაკეტებით დაბომბვამ 18 ადამიანის, მათ შორის 9 ბავშვის დაღუპვამ კიდევ ერთხელ შეახსენა სამყაროს ომის სისასტიკე. კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, რომ პუტინი ომის დამნაშავეა. კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, რომ რუსეთი აგრესორი და უკრაინა მსხვერპლია. კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, რომ რუსეთთან შეთანხმება შეუძლებელია. კიდევ ერთხელ შეახსენა ყველას, რომ ტერორისტებთან მოლაპარაკებებს არ აწარმოებენ. კრივი რიხზე ამ თავდასხმამ ბუჩას ხოცვა-ჟლეტა რომ არ გაგახსენოს რთულია. მით უფრო 2 წელი გავიდა ამ კვირაში, რაც მსოფლიომ ომის დანაშაულის პირველი მტკიცებულებები იხილა. ჩვენ გვჯერა, რომ შეერთებული შტატები არ გაუქმებს სანქციებს, პირიქით გადადგამს ნაბიჯებს მათ გამკაცრებისკენ. ყოველდღიური დარტყმები და ბოლო ბალისტიკური დარტყმა იმის დასტურია, რომ პუტინის წინააღმდეგ მკაცრი სანქციებია საჭირო. და მე ვიცი, ყოველ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ეს ინფორმაცია, რომ ამერიკა ახლოსაა საპასუხო ზომების მიღებასთან. ეს არის ინფორმაცია, რომელიც გვაქვს და უახლოეს მომავალში ვნახავთ, რამდენად შეესაბამება ეს რეალობას. რაც შეეხება სამხედრო კონტინგენტების განლაგებას, ჩვენ გვქონდა სერიოზული კონსტრუქციული საუბარი საფრანგეთსა და დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებთან. ჩვენ განვიხილავთ ყოფნას ადგილზე, ცაში და ზღვაში, საუბრობთ საჰაერო თავდაცვაზე და სხვა დელიკატურ საკითხებზე. ასეთი შეხვედრები ყოველკვირეული იქნება. მოკავშირეებს უკვე აქვთ წარმოდგენა იმაზე, თუ რა სჭირდება უკრაინას და გეოგრაფიულად სად სჭირდება უკრაინას მხარდაჭერა. ვინც ფიქრობს, რომ კრივი რიხის დაბომბვა შემთხვევითი ომის რუტინის მორიგი გამოვლინება იყო, მსუბუქად რომ ვთქვათ, ცდება. ომის დანაშაულის ეს ფაქტი კიევში ბრიტანეთის და საფრანგეთის მაღალი რანგის სამხედრო პირების ვიზიტის პარალელურად მოხდა. ასევე ამ ქალაქში დაიბადა და გაიზარდა ზელენსკი. შესაბამისად, ეს პუტინის მიზანმიმართული ნაბიჯია, რითაც 2 კურდღლის მოკლა სცადა. 1. მშვიდობიანი უდანაშაულო მოქალაქეების დახოცვით შიდა უკრაინული პოლიტიკური დესტაბილიზაცია, მეორე კი პირადად ტრამპის, მაკრონის და სტრიმერის გამოწვევა. როგორ იქნება დასავლეთის რეაქცია, ამას უახლოეს დღეებში ვიხილავთ. მანამდე კი უკრაინელებმა საპასუხო დარტყმა ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების საწარმოზე უკვე მიიტანეს, რომელიც რუსეთის სიღრმეში 615 კილომეტრშია განლაგებული. Сюда прям! Ебать! Эх ты нахуй! ლინსი გრემი, სენატორი, რომელიც ტრამპის უახლოესი გარემოცვად ითვლება, სენატში არეგისტრირებს მოთხოვნას რუსეთზე სანქციების კიდევ უფრო გამკაცრების მოთხოვნით, რასაც უკვე მოყვა სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოს განცხადება. სულ უფრო გაიზრდება კონგრესიდან ზეწოლა რუსეთის მიმართ სანქციები რომ გავამკაცროთ და ჩვენ ამას დიდხანს ვერ გაუძლებთ. და ამით ღიად მიანიშნა, რომ თუკი პუტინი დროის გაწევას და პოლიტიკური თამაშებს გააგრძელებს, ტრამპის ადმინისტრაცია მოქმედებაზე გადავა. მანამდე კი ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად ცალსახად უარყო ალიანსის დატოვების ან კონტრიბუციის შემცირების შესაძლებლობა. შეერთებული შტატები ნატოშია. ჩვენ ისეთივე აქტიურები ვართ ალიანსში, როგორც ყოველთვის. ისტერია და ჰიპერბოლა, რომელსაც ვხედავ გლობალურ მედიაში, მათ შორის ამერიკულ მედიაში, ნატოსთან დაკავშირებით უსაფუძვლოა. პრეზიდენტმა ტრამპმა კაფიოდ განაცხადა, რომ მხარს უჭერს ნატოს. ჩვენ დავრჩებით ნატოში. დღეს შემოგვიერთდება შეერთებული შტატების ახალი ელჩი ნატოში. ასე რომ ეს ყველაფერი არის მტკიცებულება. მაგრამ გვინდა, რომ ნატო იყოს ძლიერი, უფრო სიცოცხლის უნარიანი და ერთადერთი გზა ამისკენ არის ის, რომ ჩვენ პარტნიორებს, რომლებიც ამ ალიანსში არიან, უფრო ბევრი შესაძლებლობები ჰქონდეთ. პრეზიდენტმა ტრამპმა თქვენმა გუნდმა დაიწყო მოლაპარაკებების პროცესი ჩვენი სრული მხარდაჭერით, რომ უკრაინაში მიმდინარე ომი დასრულდეს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობით. პარალელურად ევროპელები ზრდიან უკრაინის სამხედრო დახმარებას. ბოლო მონაცემით ნატოს მოკავშირეებმა უკვე მიაწოდეს უკრაინას 20 მილიარდი დოლარის დახმარება, რომ შეძლო ბრძოლა, ვიდრე ომი გრძელდება. განვიხილავთ სხვა საფრთხეებსაც, რუსეთს, რომელიც ჩვენთვის გრძელვადიან საფრთხეს წარმოადგენს. ჩინეთი, ჩრდილოეთ კორეა და ირანი უფრო შეკავშირებული ხდებიან. ვიცით, რომ შეერთებული შტატები ნატოს ძლიერი მოკავშირეა. კარგი შეხვედრა მქონდა პრეზიდენტ ტრამპთან, მაგრამ ერთგულებას თან ახლავს მოლოდინი. და მოლოდინი არის ის, რომ ევროპამ და კანადამ უფრო მეტი უნდა დახარჯონ თავდაცვაზე.
ომის მიმდინარეობასთან დაკავშირებით პუტინი ცდილობს სრულ აღქმები გაავრცელოს. კურსკში რომ დიდი უკრაინული დანაყოფი ჰყავდა თითქოს ალყაში, ეგ ამბავი ყველას გვემახსოვრება. რომ კი აჩვენა, რომ მაგ საკითხთან დაკავშირებით უკრაინელების ვერსია იყო მართალი. და თუ კი ვინმეს მაინც ეჭვიეპარებოდა, რომ ოფიციალური კიევი ისეთ რთულ მდგომარეობაში არაა ფრონტის ხაზზე, რასაც კრემლი ხატავს, ნატოს გაერთიანებული სარდლობის ამერიკელი ხელმძღვანელის ამ მოხსენებას მათთვის რეალობა ნათელი უნდა გაეხადა. It is hard sitting here right now. ახლა ძნელია იმის თქვა, რომ უკრაინას შეუძლია ისეთი შეტევის წარმოება, რომელიც გაათავისუფლებს მის ყველა მიწას. თუმცა ასეთივე წარმატებით წარმოუდგენელია იმის პროგნოზირება, რომ უკრაინა ჩამოიშლება და დამარცხდება. ეს გამორიცხულია. I do not think there's an inevitability to a Ukrainian loss. ამ ყველაფერს წინ უძღოდა ალექსანდრ სტუბის ვიზიტი ვაშინგტონში. ეს ვიზიტი რამდენიმე დეტალით იყო გამორჩეული. Он играл в гольф с Александром Стубом. სტუბმა და ტრამპმა ითამაშეს გოლფი, მერე ინტერვიუს მისცა და დაადასტურა, რომ ტრამპი უკმაყოფილოა პუტინის დროის გაწევლის პოლიტიკით. ხომ გესმით გოლფის თამაში რა არის? ეს არაა ჰოკეი. დიდი ხანი დადიხარ მინდორში ლაპარაკობ. ტრამპს თავისი ინტერესი აქვს სტუბთან. არქტიკას უკავშირდება ეს ყველაფერი. ჩავიდა სტუბი იცის გოლფის თამაში, ლაპარაკობს ამერიკულ ინგლისურით და ბოლოს ის ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია და თავის მხრივ ძალიან გაბრაზებულია პუტინზე. ფინეთი ხომ ის ქვეყანაა, რომელიც პირდაპირ ესაზღვრება რუსეთს, რაღაც ევროპული ქვეყანა კი არაა, შორს უშუალოდ საზღვარზეა. ჩავიდა და ტრამპისთვის გასაგებ და მისაღებ ენაზე აუხსნა, რომ ეს ყველაფერი პუტინის მეთოდია. რაღაცაზე დაგთანხმდეს და მერე გადაგაგდოს. ხედავ შენც ეგრე გექცევა. ტრამპმა შესაძლოა ეს ისედაც იცოდა, მაგრამ სტუბთან საუბრის მერე მიხვდა, რომ ამას სხვებიც ხვდებიან. ხო და წამოვიდა ემოციური რეაქცია, რომ აი მე დაველაპარაკები პუტინს და ავუხსნი, რომ საქმე ცუდად ექნება. სიბრაზე არასწორი სიტყვა იქნებოდა. უფრო მოუთმენლობა იყო დამშა შთაბეჭდილება, რომ დისკუსიები, რომლებიც პრეზიდენტ ტრამპთან ფლორიდაში მქონდა, ორ მარტივ გზავნილს ატარებს. პირველი ის არის ალბათ ერთადერთი ადამიანი მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია იყოს შუამავალი რუსეთსა და უკრაინას შორის. რატომ? იმიტომ, რომ პუტინი პატივცემს მას და მრავალი თვალსაზრისი დონალდ ტრამპის ეშინია. მეორე საკითხი იყო ის, რომ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა და თარიღი. ეს თარიღი უნდა იყოს 20 აპრილი. თუ პრეზიდენტი პუტინი, რომელიც ერთადერთია, ვინც არ ეთანხმება ზავს, რადგან ამერიკელებს ევროპელებსა და უკრაინელებს სურთ, თუ ის არ დაივალდებულებს თავს ცეცხლის შეწყვეტით, მაშინ უნდა წავიდეთ კოლოსალური სანქციების დაწესებაზე შეერთებული შტატებისა და ევროპის მხრიდან. რამდენად მალე დაიწყებს მოქმედებას ტრამპი და მისი ადმინისტრაცია, ამის გადაჭრით თქმა რთულია, თუმცა ტრამპმა ჯერ თქვა ძალიან გაბრაზებული ვარო, შემდეგ კი ისევ მეტნაკლები კონსტრუქციულობით ინაუგურაციის შემდგომ რიტორიკას დაუბრუნდა. ჩვენ გვყავს წარმომადგენელი რუსეთიდან ველაპარაკებით ამის შესახებ, გვინდა რაც შეიძლება მალე შეწყდეს ომი, რადგან ათასობით ადამიანი იღუპება ყოველ კვირას, ძირითადად ჯარისკაცები, უკრაინელებიც და რუსებიც. ევროპა არ იყო წარმატებული ვლადიმერ პუტინთან და ვფიქრობ მე ვიქნები. რაც შეეხება რუსეთის წარმომადგენელს კონკრეტულ პირებზე არ ვსაუბრობ. შემიძლია გითხრათ, კარგი ინტენსიური საუბრები მიმდინარეობს რუსეთ-უკრაინაზე. პრეზიდენტმა პუტინმა საჯაროდ თქვა, რომ სურს პერმანენტული მშვიდობა უკრაინაში. ასევე საჯაროდ განაცხადა, რა პირობები არსებობს. პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამაც გამოთქვა ჩვენთან დისკუსიების დროს, რომ გარიგება სამართლიანი უნდა იყოს. ისინი მხარს უჭერენ უკრაინის გაძლიერებას, რომ ის იყოს ძლიერ პოზიციაში, ასე რომ მათ სურთ სამართლიანი გარიგება, მაგრამ სურთ, რომ უკრაინა იყოს ძლიერი. ნატოში უკრაინის გაწევრიანება, როგორც ჩვენმა პრეზიდენტმა განაცხადა, საერთოდ შეუძლებელია. ჩემი აზრით, ამას დათანხმდა ტრამპის ადმინისტრაციაც. უსაფრთხოების ზოგიერთი გარანტია შესაძლოა იყოს ამა თუ იმ ფორმით მისაღები. ასე გაჩნდა კრემლის რიტორიკაში ტერმინი უსაფრთხოების ზოგიერთი გარანტია. როგორც ჩანს, მოლაპარაკება იმაზე ხისტი იყო, ვიდრე ტრამპის ინტერვიუდან ჩანს, თუმცა იმედია ამერიკის 47 პრეზიდენტი ხვდება, რომ ეს ზოგიერთი გარანტია დროის გაწევრის მორიგი მცდელობაა და ტრამპის მოტყუების სპირალში კიდევ ერთი რგოლი. მით უფრო ეს თვითონ რუსებმა კარგად იციან. პუტინს ომიდან გამოსვლის სუსტი мотиваცია აქვს. ანუ თუ კარგ პირობებს შესთავაზებენ, გამოვა თუ არა და გააგრძელებს. მას ესმის, რომ სადღაც წელიწადნახევრის რესურსი აქვს დარჩენილი. ოღონდ ისიც იცის, რომ წინა მობილიზაციის შემდეგ ხალხი ფრონტზე ეხწნება. ის საკმარისი აღარაა. საჭიროა მათი ჩანაცვლება. ჩანაცვლებას ახალი რესურსი სჭირდება, ამას ახალი მობილიზაცია. ამიტომ ახლო მომავალში საბოლოო წერტილის დასმა არ გამოვა და არც გადამწყვეტი შეტევის მობილიზება. ახალი მუშტის შემზადებას დრო დასჭირდება. პუტინი ახლა ბოლომდე ვერ ხვდება ტრამპი მას ტროლავს თუ მართლა ასე გაუმართლა. თან ფიქრობს, იქნება მაინც გაუმართლა და ხომ არ არის დრო გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას, მაგრამ თან ეშინია ისტორიული შეცდომა არ დაუშვას.
პუტინი თავს იზღვევს და საგაზაფხულო გაწვევაზე 150,000 ჯარისკაცის გაწვევას აპირებს. ამასთან რუსეთის ეკონომიკა ახლა სრულად არის დამოკიდებული სამხედრო წარმოებაზე და ასევე ტირანისთვის თავსატეხია ის სამხედროები, ვინც ომში ყავს გაგზავნილი. За время войны ушел дополнительно 1 миллион человек. გაზრდილ სამხედრო წარმოებაში დასაქმებულია დაახლოებით მილიონი ადამიანი, ომი რომ დამთავრდეს ამ ხალხს რა უნდა უყოს. ერთი თავის ტკივილი იქნება ეს ნაუმარი ჯარისკაცები, გაუგებარია მათი ბედიც მშვიდობიანობის დროს და მეორე თავის ტკივილი ეს ხალხი, ვინც აქაა დასაქმებული. ვერ ადგება და ვერ გაუშვებს მათ სახლში. სხვა სამსახურები კიდევ არაა, რომ ისინი დაასაქმოს. ანუ მას ეყოლება გაბრაზებული ჯარისკაცები და გაბრაზებული ხალხი, ვინც დასაქმებული ყავდა. წარმოგიდგენთ, რა საშიშია ეს დესტაბილიზაციისთვის. რუსეთი ახლა აღმოჩნდა ისეთ სიტუაციაში, როცა მოვლენათა ნებისმიერი განვითარება უბედურებაა. Вот не происходит это. ამ სირთულეებს ემატება გაზპრომის პრობლემაც. ის ამ დროისთვის წამგებიანი ბიზნესია და რუსულ ფინანსურ წრეებში სულ უფრო ხშირად ხუმრობენ იმის შესახებ, რომ России придется продать Газпром США. რუსეთს მოუწევს მიყიდოს გაზპრომი ამერიკელებს. კი ეს სასაცილო ამბავია, მაგრამ რეალობა ისაა, რომ გაზპრომი ტრილიონობით რუბლს კარგავს და თუკი თავის დროზე ავტოვაზი რენოს მივხვიდეთ, რატომაც არა. და ჩრდილოეთ ნაკადი გაატარებს რუსულ გაზს ამერიკული სახელით და ასე დაბრუნდება რუსეთი ევროპაში. ამე ასეთი გარიგება უნდა მოიგონონ, თორემ მალე გაზპრომი უბრალოდ ჩამოიშლება. უნდა გვესმოდეს, რომ ეს პუტინის ეროვნული ღირსების საქმე იყო, ეროვნული ღირსების კამპანია, რომელიც აცოცხლებდა სახელმწიფოს. ახლა კი მისი დოტაცია საჭირო, ანუ სახელმწიფო იქით ინახავს გაზპრომს. ან ასე უნდა გაგრძელდეს, ან რუსულ ქალაქებში გაზი გაუძვირონ და საერთოდაც გაუთიშო. Это как бы если такая сделка состоится. რაბედი ელის გაზპრომს ამაზე დაზუსტებით ლაპარაკი ახლა რთულია, თუმცა ის რაც უკვე ფაქტია, ამაზე რუსეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი საუბრობს. Путин со своим ближайшим окружением. პუტინი თავის ვიწრო გარემოცვასთან ერთად ცდილობს საზოგადოებას შეუნარჩუნოს განწყობა, რომ არაფერი ცუდი არ ხდება. ეს ეხება მოსკოვს, პეტერბურგს და ეკატერინბურგს. მოსკოვი ეს ხმის მიმცემთა 10%-ია და ამას თუ იმ ორ დიდ ქალაქს დაუმატებთ, მაშინ შესაძლოა ეს საკმარისიც იყოს, ამიტომ ცდილობენ შეუნარჩუნონ კეთილდღეობის სიტუაცია. კინოთეატრები, თეატრები, რესტორნები სავსეა, დადიან ბალეტზე მოსკოვში, არ არის განცდა რომ ქვეყანა ომს აწარმოებს, მაგრამ დანაკარგები და პრობლემები ძალიან დიდია. ისინი სულ იყო ხალხი, რომელიც ღარიბია და სიღარიბის ხვარს მიღმა ცხოვრობს, მათი რიცხვი სულ უფრო იზრდება. სტატისტიკას აღარ აწარმოებენ და შესაბამისად ჩვენ რიცხვებთან ხელი არ მიგუწვდება, მაგრამ ეს ხომ უკვე ქუჩებშია შესამჩნევი. ომის 3 წლის შემდეგ დასავლურმა საქციებმა ეფექტის გამოღება რომ დაიწყო, ახლა გაუჩნდა პუტინს იმედი, რომ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში თავს დააღწევს სანქციების მხუთავ ეფექტს. რამდენად ემოციურიც არ უნდა იყოს ომის ყოველდღიური სისასტიკე უკრაინაში, კიევში აანალიზებენ, რომ ახლა ცივი გონებით მოქმედების დროა. Вот если в эмпатийных там в моральных ემპათიის და მორალის იმპერატივის ჭრილში კი ყველაფერი მარტივია. არის ქვეყანა, რომელსაც თავს დაესხნენ, არის აგრესორი ქვეყანა და არსებობს ინსტრუმენტები, რითაც ძალიან სასტიკად შეიძლება აგრესორის დასჯა. აქ ყველაფერი მარტივია, თუმცა სამწუხაროდ ეს ემოციური შეფასება, რეალური ცხოვრება გაცილებით შორსაა ასეთი მორალური იდეალისტობისგან. რეალობა მუდმივად საჭიროებს დისკუსიას. აქ შემოდის დიალოგის წარმოების ხელოვნება. უკრაინა უკვე 3 წელია წინააღმდეგობას უწევს და მოდით ვიყოთ სამართლიანები, ამერიკა დიდ დახმარებას გვიწევს ჩვენ. კი ეს წინა ადმინისტრაციის მიერ არის ამტკიცებული, თუმცა ახლაც რომ გრძელდება, ამიტომ კი არსებობს მათემატიკური ფორმულები, რომლებიც მკაფიოდ აჩვენებს, რომ რუსეთის განულება ძალიან მალეა შესაძლებელი და ეს ბევრისთვის იქნებოდა სასარგებლო. ასეთი ვითარებაა ტრამპის ინაუგურაციიდან 76 დღის შემდეგ. სამწუხაროდ რეალობა ისეთია, რომ დიდი ალბათობით 100 დღის მერეც არათუ ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობა უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტაც კი ვერ იქნება მიღწეული. ახლა ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად და რამდენად ხისტად იმოქმედებს დონალდ ტრამპი.